ძლიერი საქართველოსთვის მოგესალმებით ქავდალანა მარიკა არევაძე კოალიციას ცვლილებებისთვის წევრი და პატა მანჯგალიძე სტრატეგია აღვაშვილის წარმოადგენს. ის გამარჯვებათ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დავიწყებ კოალიციას ცვლილებებისთვის წევრთან საუბრით, იმიტომ რომ მათი ლიდერი გამოვიდა დღეს ნიკა მელია და თქვა ასეთი რამ დადგა დრო რომ პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს. პოლიტიკური მკაფიობის და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის დროა. რას ვაკეთებ? ჩემდივარ თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები. ამას ძალიან მკაფიოდ უნდა გაიცეს პასუხი, თქვა ნიკა მელიამ და ეს თემა დღეს გახადა, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი კიდევ ერთხელ წამოწია და გააქტიურა. ქავატონო მარიკა საბოლოო ჯამში რატო გადაწყვიტა თქვენმა პარტიამ რომ ეს არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და ამაზე უნდა გაკეთებულიყო აქცენტები და მიგემართათ სხვა პარტიებისთვის რომ დროზე თქვით რას აპირებთ. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება აღნიშნულ საკითხს, ეს არ გადაგვიწყვეტია კონკრეტულად დღეს რომ არის მნიშვნელოვანი საკითხი. ეს ჩვენ დიდი ხანია ნათქვამი გვაქვს და ჩვენ აბსოლუტურად ამ პროცესში დაწყებული წინა საარჩევნო კამპანიიდან გაგრძელებული გაყალბებული არჩევნებით და შემდგომი პროცესებით, რაც მოდის, ვართ თანმიმდევრულები და ვართ მკაფიოები, ჩვენ ვაჩვენებთ თანმიმდევრულ ნაბიჯებს, არ თანამშრომლობის და სხვა ისევე როგორც სხვა ოპოზიციურ გამარჯვებულ პროდასავლურ პარტიებთან ერთად ამ თანამშრომლობამ გამოიწვია ლეგიტიმაციის საკითხი, რომელიც დღეს ასე მწვავედ აწუხებს ქართულ ოცნებას ივანიშვილის რეჟიმს, იმიტომ რომ სწორედ ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯებით ის, რომელიც არის რომ პარლამენტის არაღიარებით, არცნობით, მანდატებზე უარის თქმით, შემდგომ დაფინანსებაზე, პარტიულ დაფინანსებაზე უარის თქმით და ამ თანმიმდევრული ნაბიჯებით გამოვიწვიეთ ის, რომ ესე იგი არ არის ლეგიტიმაცია, არ აქვს ლეგიტიმაცია დღეს ქართულ ოცნებას. ამ თანმიმდევრული ნაბიჯების შემადგენელი ნაწილია სწორედ და მორიგი ნაბიჯი არის უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც გვიახლოვდება და ამ პროცესში მონაწილეობის მიღება არ შეიძლება, ვინაიდან არ შეიძლება ჩვენ შევიდეთ იმ პროცესში, რომელიც არის დაკავშირებული გაყალბებულ არჩევნებთან, რომელიც არის კრიმინალური პროცესი, იმიტომ რომ გაყალბებული არჩევნები არის კრიმინალური პროცესი. მეტიც თავად კალანდარიშვილმა თავადვე აღიარა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, როდესაც რამდენიმე კვირის წინ თავადვე მიიღო რაღაცა სამართლებრივი დოკუმენტი, რომლითაც ფაქტობრივად აღიარა ფარულობის დარღვევა და ამ კუთხით როგორ უნდა დაიცვას ეს ფარულობა, ამის მარეგულირებელი დოკუმენტი მიიღო, ხომ? ამ პროცესში არჩევნების გაყალბების მიუხედავად ჩვენ ხედავთ, რომ პროკურატურას დუმს, ხომ? და რა თქმა უნდა, ასე დუმილის რეჟიმში იქნება, იმიტომ რომ ეს ივანიშვილის რეჟიმის ინტერესში არ ზის, რომ პროკურატურამ ობიექტური შედეგები დადოს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა პოლიტიკური პატიმრების, ანუ რეჟიმის ტყვეების პირობებში, არჩევნებში შესვლა იგივე CSKOT-ი, რომელიც დღეს არის დაკომპლექტებული, იგივე ამ ძალოვანი სტრუქტურების პირობებში და ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში, ეს არის სრულიად წარმოუდგენელი. ეს იქნება რეჟიმის, ასე ვთქვათ, თამაშში შესვლა, რომელიც გამარჯვებამდე ვერ მიგვიყვანს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ არ თანამშრომლობას, ჩვენ არ თანამშრომლობთ რუსულ რეჟიმთან, არ თანამშრომლობთ მოღალატეობრივ რეჟიმთან, რომელიც აკეთებს არაქართულ საქმეს, რომელიც აკეთებს, ასე ვთქვათ, ქვეყნისთვის დამღუპველ საქმეს. ეს არის ის მიზეზები, რომელიც დღეს აქტუალურია. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს არ დაწყებულა დღეს და არ დაწყებულა გუშინ, ჩვენ თანმიმდევრულები და მკაფიოები ვართ ამ ყველაფერში და ჩვენი პოზიცია საკმაოდ დიდი ხანია ნათლად არის დაფიქსირებული. აქაც მნიშვნელოვანია ერთობა, იმიტომ რომ ყველგან სადაც გამარჯვებულმა ოპოზიციურმა პროდასავლურმა პარტიებმა და კოალიციებმა ვაჩვენეთ ერთიანობა, აი ამ წინადადებას დავასრულებ, ყველგან წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს ნაჩვენები, ხო ეს იქნება საერთაშორისო ასპარეზზე თუ ქვეყნის შიგნით არ თანამშრომლობის ნაწილში. თქვენი აზრით სხვა პარტიებს რატო უჭერთ მკაფიო პასუხი? მე ვერ გაგცემთ პასუხს სხვა პარტიების ნაცვლად. ყველა წარმომადგენლები დაუცილებლად დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, ჩვენ ვართ თანმიმდევრულები, რასაც ვეუბნებით ჩვენ სამომრჩეველს, ვაკეთებთ იმას. არ იქნება არც ერთი ნაბიჯი ბუნდოვანი, არ იქნება არც ერთი ნაბიჯი უკან გადადგმული ან გვერდით გადადგმული იმისგან, რასაც ვამბობთ.
ლანა გალდავამ დღეს ასე უპასუხა ნიკას თვითმმართველობის არჩევნების საკითხის კატეგორიული ტონით დასმადავს კავშირ თემების გავსი ტონით შემოტანა კონფლიქტების ინსპირაციის მცდელობა, რაც ოპოზიციური სპექტრისთვის დამაზიანებელიაო. რატომ ფიქრობთ, რომ კონფლიქტზე მოდის ახლა კოალიცია? მოგესალმები და მივესალმები ტელემაყურებელს. დიახ, ლელო ძლიერი საქართველო არის კოალიცია, რომელიც არჩევნების დასრულებიდან ძალიან ცოტა ხანში გამოვიდა წინადადებით და თქვა, რომ ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა, აუცილებელია ერთიანი ოპოზიციური პლატფორმის შექმნა და თქვენ იცით, რომ აბსოლუტურად ყველა დონეზე ჩვენ ლობირებდით საკითხს, რომ საჭირო იყო დასაწყისში ბარიერგადალახული ოპოზიციური კოალიციების ერთი მაგიდის გარშემო დასხდომა და საუბარი პოლიტიკის თემებზე, ამავდროულად ქუჩის პროტესტის გაძლიერება, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება, ქონდა მცდელობები ჩვენგან ასეთი შეხვედრების ორგანიზებას, იცით რომ ერთიან ფორმატში ორი შეხვედრა შედგა. ეს ძალიან არ მოეწონა ქართულ ოცნებას და მეორე შეხვედრა სასტუმროში როგორ დასრულდა ნახეთ, რომ იქ მუშტიკრივი გამართეს და აკავეს ჩემპიონი კოალიცია ცვლილებებიდან ამავდროულად ჩვენი კოალიციის წარმომადგენელი ალეკო ელისაშვილი ამ ფორმატების ფარგლებში მუშაობდა სწორედ საარჩევნო მიმართულებით ჯგუფი, ამავდროულად საინფორმაციო ცენტრი. დამასრულებინეთ, ამავდროულად იყო მიმართულება საგარეო, რაც იყო ძალიან წარმატებული. ჩვენ ყოველთვის ლელო ძლიერი საქართველო გამოვდიოდით ერთიანობის წამხალისებელი და ერთიანობის ინიციატორი. მაგრამ ხედავთ, რომ დღეს ეს ერთიანობა ბოლომდე ვერ შედგა. ნახეთ, რა თქმა უნდა, იცით რა არის, ყველა პოლიტიკურ პარტიას და კოალიციებს აქვს საკუთარი დღის წესრიგი, პოლიტიკური იდენტობა, ჩვენ ძალიან განსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდით, რომ საერთო წერტილები და ერთიანობის იდეა ყოფილიყო მთავარი ჩვენთვის. რადგანაც ამ იდეას არ ქონდა მკაფიო მხარდაჭერა და რა ვიცი, უკეთესი იდეა ჩვენ ამ თვეების განმავლობაში ვერ ვნახეთ, ვიდრე ერთიანი ოპოზიციური პლატფორმის შექმნა, დღეს მიგვაჩნია საჭიროდ განვაცხადოთ, რომ ლელო ძლიერი საქართველო მაშინ გააკეთებს კომენტარს საკითხზე თვითმმართველობის არჩევნების შესახებ, როდესაც თავად ჩათვლის საჭიროდ, როდესაც ამის დრო მოვა და რა თქმა უნდა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ჩვენ დღეს სალაპარაკო მაგიდასთან გვაქვს ორი მთავარი საკითხი. პირველი ეს გახლავთ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მეორე ხელახალი არჩევნები. ამავდროულად ჩვენი პარტიის ლიდერები ყოველდღე არიან უკვე სასამართლო პროცესებით სასამართლოში. ახლა მე თქვენ გისვამ შეკითხვას, ხვალ და ზეგ აღკვეთის ღონისძიების ფორმა გირაუს გადახდა არ იწვევს რაღაც პატიმრობის შეჩერებას ან პატიმრობის არ შეფარდებას. ხვალ რომ ისინი დააკავონ რაშვებით პოლიტიკური მოცემულობა როგორი იქნება არჩევნებში შევდივარ? გასაგებია თქვენ გაქვთ თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგი, თქვენ გაქვთ თქვენი დღის წესრიგის სტრატეგია და ყველა კოალიციას თავისი სტრატეგია შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ არ ვაძლევთ თავს უფლებას სხვა პოლიტიკურ პარტიებს ან კოალიციებს რაღაცები მოუწოდოთ. ჩვენ არ მოუწოდებთ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ რაღაცას ვარღვევთ. ჩვენ ვამბობთ, რომ მაშინ ვიტყვით, როდესაც ამას ჩავთვლით საჭიროდ, მაშინ ვიტყვით, როდესაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება სიტუაციიდან გამომდინარე და ამაში არ გვჭირდება სხვა პოლიტიკური პარტიების ან კოალიციების კარნახი. თვითონ გავსაზღვრავთ ჩვენი კოალიციის დღის წესრიგს და გავსაზღვრავთ ისე, რომ დღეს ოცნების წისქვილს არ დავასხათ წყალი და ამ თვეების განმავლობაში იმაზე სასაუბროთ, იღებთ მონაწილეობას თუ არ იღებთ. ჯერ ამ ტონალობაში ეს გაურკვევლობა ასხავს. არა, ეს გაურკვევლობა კი არ ასხავს. იანვარში ამ საკითხის შემოტანა დღის წესრიგში, მაშინ, როდესაც საერთოდ ეს თემა არ იყო, ეს იყო პირდაპირ ქართული ოცნების დღის წესრიგში თავისი წვლილის შეტანა კონკრეტული პარტიების დამსახურებით. ნებსით თუ უნებლიეთ, ეს არის აბსოლუტურად სხვა საკითხი, მაგრამ ამან გააძლიერა ქართული ოცნების ხაზი და მუდმივად მიდის არხებზე, კონკრეტულ არხებზე მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, შედიან თუ არ შედიან ერთმანეთთან, თქვენი დროის ფარგლებში, მარიკა, თქვენი დროის ფარგლებში ისაუბრეთ, თქვენი დროის ფარგლებში ისაუბრეთ, თქვენ გეტყვით ერთ რამეს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ერთობა. ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს ერთობა შემდგარიყო. ამ ერთობის ალტერნატიული იდეა და უკეთესი ვერ ვნახეთ.
არ შემოუთავაზებია არავის. ასევე ჩვენ ვართ იმ გაერთიანებაში პოლიტიკურ პარტიებთან ერთად წარმოდგენილი და არის იქ სალომე ზურაბიშვილის. ჩვენ ვიყავით ხელმომწერი ქართული ქარტიის, ჩვენ ვიყავით საარჩევნო ჯგუფში, ჩვენ ვიყავით საგარეო მიმართულებით ჯგუფში, ჩვენ ვიყავით პირველი კოალიცია, რომელიც დაიბარეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში, ნაცებს გავასამართლებთო და დაიბარეს ლელო ძლიერი საქართველოს წარმომადგენლები და პირველებმა ვთქვით, რომ ჩვენ არ მივალთ ქმედუნაროა ეს კომისია ვერ პასუხებს კონსტიტუციის მოთხოვნა. ანუ იმ დროს პირველები ვიყავით, ვინც არ მივიდა და ვინც თავის თავზე აიღო ის სიმძიმე, რასაც ქვია, არ გამოცხადება და შესაბამისად სასამართლოში წასვლა. მაშინ გირაოს გადახდა, არ გადახდაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. ამ კრიტერიუმით თუ მიუძღვებთ, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკოსმა თავად უნდა გადაწყვიტოს გირაოს გადაიხდეს თუ არ გადაიხდეს, მაგრამ მე რა ერთი საკითხია ეს. მაგრამ გირაო აბსოლუტურად მოსახლეობამაც რო იცოდეს, გირაო არ არის სასჯელი, გირაო არის აღკვეთის ღონისძიება. ანუ შენ ამ თელ სასამართლო პროცესების პერიოდში ხარ ციხეში, პენიტენციურ დაწესებულებაში, თუ ხარ თავისუფლებაზე, მაგრამ შესაბამისად ის პატიმრობა შენ რა თქმა უნდა გემუქრება და ამ მოცემულობაში ხარ. მადლობა. ეს მარიკას უნდა და რაღაცის პასუხი და მე და პატასთან არ დაგვეჩარდოს პატასთან გადავა. ერთიანობა, რაც გულისხმობს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ერთობას და ერთობლივ მოქმედებას, ეს არის ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც კოალიცია ცვლილებები არა მარტო ვითახმებით, არამედ ვახორციელებთ კიდევაც. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი თანამშრომლობა, მათ შორის ლელოს კოალიციასთან, ძლიერი საქართველოს კოალიციასთან, მათ შორის არა მხოლოდ საერთაშორისო მიმართულებით, რომელიც დღესაც გრძელდება ეს თანამშრომლობა, ასევე იგივე ადამიანის უფლებების მიმართულებით, სადაც ჩვენ გაერთიანებული ძალებით ვეხმარებით ადამიანებს იმ იურიდიულ ნიუანსებში დაჯარიმება იქნება, დაკავება იქნება თუ ასე შემდგომ. ანუ ამ ნაწილში ჩვენ თანამშრომლობა გვაქვს და ერთიანობა არის ის, რაც არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება პოლიტიკურ დღის წესრიგს, რა თქმა უნდა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ თანმიმდევრულობა და მკაფიობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია ის, რომ გამოვიდეთ ჩვენი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან და საერთო ქვეყნის ინტერესი დავაყენოთ წინ. ოღონდ ჩვენ რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ ვაკრიტიკებთ ვინმეს მიდგომას, ან არასწორად მიგვაჩნია, ან ვინმეს რამეს მოუწოდებთ. მიგვაჩნია, რომ თანმიმდევრულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხს და ამის კავშირს ქართული ოცნების წისქვილთან დაკავშირებით, ეს უბრალოდ არასწორია და ამასთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვერთვები, ასე ვთქვათ, პატარა რეპლიკას ვაკეთებ, რომ თანამშრომლობის საკითხი მაშინ, როდესაც არ ბუნდოვანება არის ზუსტად ის, რაც ქართულ ოცნების რეჟიმს აძლევს შესაძლებლობას ლავირება მოახდინოს, იმოქმედოს ისე, რომ დააბნიოს ხალხი, არასწორი მოქმედებებით ზეგავლენა მოახდინოს და ასე შემდგომ. სწორედ ბუნდოვანება და არამკაფიობა არის ის, რამაც შეიძლება რეჟიმს ხელი შეუწყოს. კაფიობა და თანმიმდევრულობა ვერ იქნება ვერცერთ შემთხვევაში, ესე იგი, ქართული საქმის წინააღმდეგი. თქვენი პარტია ნაციონალურ მოძრაობამ თქვა უარი, თქვენი პარტია მათთან ერთად არის ამ საკითხშიც თუ ცალკე მოსაზრებაა? კი ბატონო. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დავიწყოთ პარტია ზოგადად არსებობს იმისთვის, რომ რაღაც არჩევნებში უნდა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მონაწილეობა რომ მიიღო, არჩევნები უნდა ტარდებოდეს და ეს ახლა რაც რასაც ჩვენ ხედავთ, რომ სპეციალური კანონი მიიღეს პარტიების გაუქმებაზე, რასაც ხედავთ, რომ ყველა ლიდერი, რომელიც აქტიურია მეტნაკლებად, სისხლისამართლებრივი დევნა არის დაწყებული, ის რასაც ხედავთ, რომ იცვლებები, რომელიც შედარებით შეიძლება ვთქვა პროგრესული იყო, უკან მიაქციეს და 2017 წლის ცვლილებებს დაუბრუნდა ცენტრალური საარჩევნო კომისია, ისა რა ქვია, ხელისუფლება, ის რომ რეპრესიები იზრდება, არ მცირდება, ეს ყველაფერი ეს ძლიერი ხელისუფლებას კი არ ნიშნავს. სიამოვნების რეჟიმს ეშინია, სუსტია. მე ვეთანხმები აქ ორივე რასაც საუბრობთ არგუმენტებს, მაგრამ თავი რა არის, იცი რომ აი დიდი სურათი დავინახოთ რა რეჟიმის ახლა ამ წუთას რო ვთქვათ რომ ქვეყანაში არ არის პოლიტიკური კრიზისი, სერიოზული პოლიტიკური კრიზისი არის და მათ შორის უჭერს ხელისუფლებას და ასევე უჭერს პროტესტსაც უნდა ვთქვათ. ეს გაძლევ ეხლა ვარ ჩვენ გაძლევობას, აი ვინ გაძლევს საბოლოო აი ვინ გაუძლებს, ვინ შექმნება სწორი სტრატეგია, ვინ მოახდენს ძალების კონსოლიდირებას, ის გამარჯვებული. ეს რაღაცა ესე დიდხანს ვერ გაგრძელდება, ეს კულმინაციაში მივდივართ ეხლა ჩვენ და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ნაბიჯს, ყველა ქმედებას, ყველა განცხადებას
ურთიერთკოორდინაციას, ერთიანობა მართლა რაღაც ყადაღებული თემად გადაიქცა რაღაცა. ერთიანობა კი მჭირდება, ჩვენ მჭირდება კოორდინაცია სტრატეგიულ საკითხებზე და ამას მეტნაკლებად ვახერხებთ ახლა. ამ თემაზე რატო ვერ მოხდარ? ნუ ჩემთვის სიცხად, ჩემთვის პრობლემა არ არის. არანაირი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში არ იმართება სინამდვილეში, იმიტომ რომ როცა რეჟიმს ასე ბერკეტები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი არ შეუმცირდა, რამე კი არ შეცვალა, მერე სანქცირებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ვინც უნდა ჩაატაროს არჩევნები, ხო? და ყველა ბერკეტი, რაც მანამდე არსებობდა, დაკვირვების უფლება გართულებულია. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უნდა დააკვირდეს პროცესს, უცხოეთის აგენტებად გამოაცხადა ეს. უცხოელები ვინც უნდა ჩამოვიდეს, წინასწარ თუ არ შეუთავდა ხელისუფლებას, ისე პროცესში ვერ მიიღებს. უნდა ვთქვით, აი სად მივდივარ? და ეხლა გამოაცხადა, რომ არჩევნებში ვიღებ მონაწილეობა, ჯერ არჩევნები უნდა იყოს და მოიპოვა ეს არჩევნები. ჩვენ მე ასე ხედავ, რატო უჭირთ მაგალითად თქვენი აზრით იგივე ლელოს ან არა, ეგ გამას დავუკვათ თქვას საბოლოო პოზიცია ამ თემაზე. არგუმენტი არა, მე მეგონი სხვა რამეზეა ასე აპრიორი საუბარი რომ მონაწილეობის მიღება ასე საკითხი არ დგას. ეს არის არ არის ეს სწორი, ამიტომაც საკითხი მიდის ძალიან ცუდი ფორმულირებით და ცოტა უხერხულია, როდესაც კოლეგა ოპოზიციური პარტიები აპრიორი საუბრობენ თემაზე გადაწყვეტილად, მაშინ როდესაც კოლეგიალურად ადამიანები ვინარჩუნებთ პატივისცემას მათ მიმართ, მათი პარტიის შიგნით არსებულ სიტუაციაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, არავის არასოდეს არანაირ ტონალობაში ბრიფინგებით მithumetes არ მოუწოდებთ არაფრისკენ და ცხადია მთელი ამ ხნის განმავლობაში ლელო ძლიერი საქართველო იყო მოწოდებული იმისკენ რომ გავერთიანდეთ, გაერთიანება იყო ჩვენი მთავარი გზავნილი და დღეს ყველა სიტუაცია რაც გარშემო არის პირიქით დამაბნეველი 26 მაისის წინ რომელიც მთავარი გამოერთიანებელი დღე არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის და ამ დღის წინ კიდევ ახალი თემა შემოდის დღის წესრიგში რომელზედაც შემდეგ უკვე სახელმწიფო მედია მთელი დღის განმავლობაში საუბრობს ან კონკრეტული ჟურნალისტები თავისი სტატუსებით საუბრობენ ეს არის საერთო პოზიცია მაგალითად თქვენს დამაზიანებელია ეს ყველაფერი და ერთი რამ კიდევ რა მithumetes განსაკუთრებით იურისტებისთვის როდესაც არის ის საკითხი წინასწარ ამაზე არ უნდა ისაუბრო მე მაგალითად თავს უფლებას ვერ მივცემ და სხვის პატივისცემა მაქვს იმდენი რომ რა თქმა უნდა ჩემ თავს ვცემ პატივს და იმიტომ ვცემ სხვებსაც პატივს რომ არ ვილაპარაკო წინასწარ რომელიმე პარტიის დღის წესრიგზე რადგანაც მე მათი დღის წესრიგი არ ვიცი საკუთარი კოალიცია რას გააკეთებს დღეს ამაში ჩამოყალიბებული არ ვართ, იმიტომ რომ ორი სხვა საკითხი გვაქვს. ამის გარდა გვაქვს პოლიტიკური პროცესები, პოლიტიკური მართლმსაჯულება, რაც არის ჩვენს გარშემო და ამის გარდა ვაძლიერებთ პარტიულ სტრუქტურებს. და ეს არის ჩვენი დღის წესრიგი და სხვები რომ ჩვენზე საუბრობენ, ეს ცოტა იცით რა არის, ცოტა უხერხული არის და მაგაზე მარიკა მე დავასრულებ, რასაც ვამბობ, მე სპეციალურად ავიღე პაუზა რომ ლანას ეპასუხა, იმიტომ რომ კითხვა იყო ლანას მიმართ, ხო რატო აკეთებენ ამას? მე მგონი გეპასუხა. ჩემ მე მაგალითად რატო უჭირთ ამ პარტიას? არა, არ უჭირთ, მე მგონი ეს არის სტრატეგიის ნაწილი შეიძლება იყოს. აი რა სტრატეგია ეს? აი სტრატეგიის ნაწილი არის, პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია, ხო იცი? ძალიან პოპულარულია რომ ბუნდოვანება, სტრატეგიული ბუნდოვანება ეს და შეიძლება ამისი იყოს, ანასე იყოს, ან საერთოდ სხვა ჩანაფიქრი კონდეს. ჩემთვის მაგალითად სტრატეგია ამაშენებელი არის, ასე ვთქვათ, ჯგუფი. ხო, მაგრამ დღეს მაგალითად რომელიც ყველასთან ლაპარაკობს, ყველასთან კოალიციაში შემოვალი პარტია, ნაციონალური მოძრაობის ერთ ლიდერი გიორგი ბრამაძე გამოვიდა და კითხვა რომ ეს არჩევნები გმობ თავმჯდომარეს მონაწილეობა, მაგრამ ეხა რეგიონებში შეხვედრებიო და გაძლიერება ორგანიზაციებში მოხდესო, იმიტომ რომ რაღაც არჩევნები რომ დაინიშნოსო, ზად უნდა ვიყოთ. არა, ამასთან დაკავშირებით ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ასევე. როცა დავასრულოთ, თუ არ გამოვარაფერი. ანუ ეს რაღაცა ხო არ ნიშნავს რომ თქვენც არ გამორიცხავთ ამ ყველაფერს. ჩვენ რა თქმა უნდა აქციების დაწყების მომენტიდან ველოდებით ერთ არჩევნებს, რომელსაც ქვია საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. შესაბამისად, ნებისმიერი პროცესი, ნებისმიერი აქტიურობა პარტია ფორმაში ყოველთვის უნდა იყოს. ჩვენ პროტესტ ქუჩაშიც უნდა იყოს ფორმაში. არჩევნებისთვისაც უნდა იყოს ფორმაში. ამაში არაფერი დასაძრახი არ არის. არჩევნებისთვის მოდი და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, ამისთვისაც მზად უნდა იყოს. ოღონდ ერთი რამე ვიცოდეთ. თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ქვია, რასაც ხელისუფლება ეძახის, ის არ არის არჩევნები, იმიტომ რომ არც დამკვირვებლები ვიძახი, არც ანუ არსებობს რამე ვარიანტი რომ მიიღოთ მონაწილეობა თვითმმართველობაში. გამორიცხულია ამ პირობებით. პირადად ჩემი პოზიცია არის და პარტია ამ პოზიციას აუცილებლად რა ვიცი, სულ ამბობს და კიდე გავაჟღერებ თუ არის საჭირო, რომ სანამ თავარი პირობა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული პირობა, სანამ საპარლამენტო არჩევნები არ არის და კიდე უფრო გაუარესებულია
სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობები, ჩვენ არ მივიღებთ ასეთ, ასე ვთქვათ, ფიქციაში ფარსში მონაწილეობას სახელად არჩევნები. რატომ? იმიტომ რომ სანამ ბიძინა ივანიშვილის ეს ტაბლო აქვს ხელში, სადაც ნებისმიერი შედეგის გამოცხადება შეუძლია, მანამდე არჩევნებში მონაწილეობა არის ჩვეულებრივი ოლიმპიადა. მონაწილეობა დღესდღეობით ჩვენ არჩევნები არ გვაქვს რეგიონებში და რაღაც თქვენს აქტივს ხდებით, იმიტომ ეს აღიქვა ქართულმა ოცნება, რომ სინამდვილეში იტყუებიან არჩევნების ემზადებიან სულ ყველადიო. ამიტომ ხდებიან თავიანთ რაღაც აქტივს რეგიონებში და ამისთვის სამზადისი აქვს, თქვენც ხდებით? გაყალბებული არჩევნების შემდგომ ჩვენ ვიმზადებით არჩევნებისთვის. ბუნებრივია, ოღონდ ეს არჩევნები არის საპარლამენტო არჩევნები და ეს არის არჩევნები იმ გარემოში, როდესაც შეიძლება რომ ჩატარდეს არჩევნები და არ იყოს, ასე ვთქვათ, გაყალბებული ფორმატში რაღაცა აბსურდში მონაწილეობის მიღება. ამ არჩევნებისთვის, რომელიც ქვეყნისთვის გადამწყვეტი იქნება, რა თქმა უნდა, ვემზადებით და ყველა კოალიცია უნდა ემზადებოდეს აღნიშნული არჩევნებისთვის. უნდა დავხვდეთ ჩვენ მზად, როდესაც ეს დრო დადგება. და ამისთვის სტრუქტურის გამართვა, რეგიონებში მუშაობა, რა თქმა უნდა, არა. თუ ადგილობრივ არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობა, შეიძლება ეს ადგილობრივი სტრუქტურები დაეშალოს. იქ ხალხის საკრებულოში ვეღარ მოხვდება, ხელფას ვერ ღაი. ანუ ადგილობრივი სტრუქტურებისთვის შეიძლება იყოს დამაზიანებელი. დგას საკითხი საქართველოს გადარჩენა არ გადარჩენის. ან გადარჩება ქვეყანა, ან საკრებულოში ვის რამდენი დეპუტატი ეყოლება, ამას საერთოდ არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. პარტიები შეიძლება დაიშალოს, იგივე დაფინანსებაზეც იგივე არგუმენტები იყო, რომ რატომ უნდა მიღებულიყო ან არ მიღებულიყო დაფინანსება. ჩვენ არავის არ ვაკრიტიკებთ, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ კაფეოები და თანმიმდევრულები. მე ვამბობ, ჩვენ ვამბობ, დიახ. მიმართა პარტიებს, აგერ კაბადოვანა გაბრაზებულია და ამბობს, რომ რატო რაღაც გვაყენებთ არჩევანის წინაშე, ხო? არავის საქმე ეს არ არის, ჩვენ რას გავაკეთებთ. რატო შემოვაგდეთ ეს თემაო? დღეს ეს თემა არ დაწყებულა დღეს მე ხო დამეთანხმებით ეს თემა ძალიან დიდი ხანია მუსირებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იქნება თუ არა მიღებული ოპოზიციური პროდასავლური პარტიების მხრიდან ხო და კოალიციების მხრიდან ეს არის მნიშვნელოვანი და აქ საზოგადოებას უნდა ქონდეს მკაფიობა იმიტომ რომ არ გაძლიერდეს ივანიშვილის რუსული რეჟიმი ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში რას ვხედავთ რეპრესიებს ვხედავთ ხო ძლიერდება რეპრესიები საკანონმდებლო დონეზე თუ ფიზიკურ დონეზე ასე ვთქვათ აი დღესაც მე მაგალითად სანამ თქვენ გადაცემაში მოვიდოდი მოვდივარ სასამართლოდან სადაც ნიკა გვარამიას ჩვენი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის წინა სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა სწორედ იმ არარსებული პარლამენტის არალეგიტიმური პარლამენტის ბიძინა ივანიშვილის ხალხი რო შეიკრიბა იქ ოცნების დელეგატები და ამბობენ რომ ქვია პარლამენტი ხო არარსებული არალეგიტიმური პარლამენტის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 22-ში 15 საათზე არის ზურაგირჩი ჯაფარიძის ჩვენი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის პროცესი სადაც ასევე მაღალია იმის ალბათობა რომ საერთოდ მოხდეს მისი დაკავება იმიტომ რომ გაცხადებული პოზიცია აქვს ჩვენს ლიდერებს და მათ შორის ზურას რომ არ აპირებს ამ აბსურდული მოთხოვნის ამ გირაოს გადახდას ხომ? მაშინ როცა სამართლებრივი მოცემულობა არსებობს იმის, რომ არ გადახდის პირობებშიც არ მოხდეს, არ შეიცვალოს აღკვეთი ღონისძიება, უფრო მძიმე ღონისძიებით, თუ კი არ თანამშრომლობა, ანუ გამოძიებასთან არ თანამშრომლობა სასამართლოში არ გამოცხადება და ასე შემდგომ მთელი თავის პირობებია, ხო? არ არსებობს. 27-ში არის ნიკა მელიას პროცესი. ანუ ჩვენი გაცხადებული პოზიცია არის ის, რომ არ ვეთანამშრომლებით რეჟიმს არ ვეთანამშრომლებთ რუსულ რეჟიმს და მოღალატეობრივ კომისიას, რომელიც შეკრიბეს სადღაც პარლამენტის შენობაში. სხვებს რატო აძალებთო ამაზე არის საუბარი? ჩვენ ვამბობთ იმას, რასაც ვაკეთებთ ჩვენ და რაც მიგვაჩნია, რომ არის სწორი. კიდევ ერთხელ განმარტავ, ბუნდოვანება არის ის, რაც უნდა ოცნებას კაფეობა არის ის რაც ჭირდება გამარჯვებას. ჩვენ ვართ კაფეოები, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია. ხა იურისტებისგან რა როგორ უნდა ითქვას, ამას მე ვერ მივხვდი ხალბატონი ლანა ვიზზე ამბობს და ვის გულისხმობს. თუ დამიკონკრეტებს შეიძლება პასუხიც გავცე. კი ბატონო, ხალბატონო, გისმენთ თქვენ სამთმასთან დაკავშირებით და ერთი დამატებითი კითხვა მექნება. არსებობს რამე ვარიანტი, რომელსაც თქვენ განიხილავთ, რა ვარიანტით შეიძლება ადგილობრივ არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა? ანუ რადგან აი იანვარში რო ამბობდით ამას, რომ ჯერ ადრეაო ну, მეტაკლებად მესვად. მაგრამ ეხლა უკვე მაისია. ხო, ეხლა ლამის არის თუ არჩევნებში იღებ მონაწილეობას, უკვე საარჩევნო კამპანია უნდა ქონდეს დაწყებული. ეხლა ადრე აღარ არის ამ საკითხზე პოზიცია, ან ასე უნდა ქონდეს, ან ისე. ხო, იანვარი აღარ არის, ნამდვილად. შესაბამისად, ანუ რა არის მიზეზი, რის გამოც დღეს თქვენ ამ როგორც ამბობს, ხალხმარკა ბუნდოვანებას ტოვებთ
და არის რამე ვარიანტი, რა ვარიანტის შემთხვევაში შეიძლება თქვენ განიხილავდეთ მონაწილეობას არჩევნებში. არ ვეთანხმების სიტყვათა ამწყობას, რომ რაღაცა ბუნდოვანებას ტოვებს ლელოძლიერი საქართველო, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა მკაფიო პოზიციებით, სწორედ მკაფიო პოზიცია იყო ჩვენგან ნათქვამი და თვეების განმავლობაში მუდმივად მხარდაჭერა იდეის ერთიანი ოპოზიციური პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით არ ყოფილა წინადადება, არ ყოფილა ინიციატივა, რაც ჩვენ გავაჟღერეთ, რაზეც თქვით სიტყვა და ის სიტყვა არ შევასრულეთ, ვართ ყველა გადაწყვეტილებაში თანმიმდევრული და ეს თანმიმდევრულობა გულისხმობს იმასაც, რომ დღეს არ ვთქვათ ისეთ რაღაცაზე კი ან არა გადაჭრით, როდესაც პოლიტიკური მოცემულობა ხვალ რა იქნება, ზეგ რა იქნება. რა შეიძლება მოხდეს ისეთი, რომ თქვენ თქვათ კი ამ არჩევნებში. მაგალითად ორი საკითხი დგას დღის წესრიგში, ხომ თავი საკითხები. პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. რომ მოხდეს დაუშვათ პოლიტპატიმრების განიშნა. არა, დათქმაზე არა გეტყვი. მე არ ვაპირებ არჩევნების მონაწილეობას, თუ არ გაათავისუფლებ პოლიტპატიმრებს და თუ არ ჩანიშნავენ ადგილობრივ არჩევნებში. რატომ უნდა თქვა ის და რატომ უნდა გააკეთო ისეთი დათქმები, რომელიც შეიძლება შემდეგ შენი დათქმების გამო გახდეს კიდე პოლიტიკური ინსინუაციის საგანი. ეს ხო პოლიტიკის არცოდნის გამომხატველი არის. და ძალიან დიდი დილეტანტიზმის ამავდროულად. ამავდროულად არის საკითხი, რომ რა იცი, იქნება ინიშნება ოქტომბერში დაუშვათ თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად და საპარლამენტო არჩევნები. მეორე. იქნება იჭერენ შენი პარტიის ლიდერებს. იქნება აქტი, მეგობარი აქტი გადის და იქნება ისეთი პროცესი ხდება საგარეოზე წოლს. ამიტომ ამ ხაზებს წინასწარ ახლა ასეთი არათანმიმდევრულად წინასწარ გააკეთო განცხადება. ამიტომაც მარტივი არა, მე მხარე ხარ ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ დღეს წინასწარ ჩანდა ახლა თქვენი გაცხადებული პოზიცია პირდაპირ ჩანდა თქვენს სტატუსში და ახლა დღეს მე რომ მოვედი გადაცემაში, ხო, 3 ადამიანის წინააღმდეგ ვაკ მე ჩემს საკუთარი პოზიცია. ეხლა სამი ადამიანი ველაპარაკება, რატო არ ამბობ მკაფიოდ და შენი კოალიცია რატო არ ამბობს მკაფიოდ, მიიღებ თუ არ მიიღებ მონაწილეობას. ძალიან ჯერ სალაპარაკოა. ამ საკითხებზე ჯერ პოლიტიკის კოალიციის შიგნით არის წავიდე ამ არჩევნებზე თუ არ წავიდე. საერთოდ არ მიმაჩნია რომ 5 თვით ადრე უნდა გააკეთო, 2 თვით адრე შეიძლება გამოცხადდეს პროცესი და თქვა, ამიღებ იქნება გადავიფიქრო ისეთი არგუმენტი მოვისმინოთ, რომ და წავიდე არჩევნებებს. ან არიღებ მონაწილეობას და შენი სიტყვების მძევალი რატო უნდა გახდე? ხა არაპროფესიონალი თუ ხარ და თავიდან ბოლომდე თუ შენ სიტყვას შემდეგ როგორ გადაწყვეტ, მაგას არ აქცევ მნიშვნელობას. იცი რა არის, მე ვარ აბსოლუტურად ძალიან კორექტული, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ რომ სხვისი პოლიტიკური ოპონენტის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე კომენტარი არ გავაკეთო. და როდესაც რაღაცაზე მოგიწოდებენ რაღაც გარკვეული ტონალობებით, მაშინ როდესაც შენ თავს სიმპათიებს და საერთოდ არასოდეს არც ერთ კოალიციას არ მართავ რაღაცის მოწოდებით, ყველას აქვს საკუთარი დღის წესრიგი. შეიძლება კონკრეტული პოლიტიკური კოალიციის დღის წესრიგი არის აი ესეთი რაღაც შეთქმულების თეორიების და გარკვეული განხეთქილების ინსპირაციების შემოტანა. შეიძლება ეს მათი პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილი იყოს. მე ვამბობ სიმართლეს და ვამბობ იმას, რომ ეს საკითხი ჩვენთან არ განიხილება. მიგვაჩნია, რომ ამ საკითხის განხილვა 5 თვით ადრე ჩვენთვის არის ნაადრევი. გადაწყვეტილება მიღებული არ არის, არც მონაწილეობის და არც არ მონაწილეობის. ვამბობთ, რომ პოლიტპატიმრები არიან გასათავისუფლებელი და ხელახალი არჩევნებია ჩასანიშნი. პოლიტიკური მზაობა არჩევნებისთვის გვაქვს თუ არა? ზოგადად ვემზადებით ხელახალი არჩევნებისთვის, რეგიონებში დავდივართ, არ შეგვიწყვეტია სიარული რეგიონებში და თბილისის წევრებთან შეხვედრაზე, ვაძლიერებთ პარტიულ სტრუქტურებს და ყოველდღიურად ხედავდა. სხვა პოლიტიკური ლიდერები ხა ნახე, ვინ საიდან საუბრობდა და მე მგონი რაღაც სხვადასხვა რეგიონებიდან საუბრობენ და ხა ლელოს რეგიონებში შეხვედრები თუ ვიღაცას ძალიან გულზე მოხვდა, საიდან ერთვებიან ახლა ესეც გავარკვიოთ, ხო, თბილისიდან და სტუდიებიდან ხო არ ერთვებიან, რეგიონებიდან ერთვებიან. ჩვენ ვამბობთ, არ ვმალავთ კი, ხვდებით რეგიონებში ამომრჩევლებსაც, ახალ შემომატებულ წევრებსაც ხვდებით, ადგილობრივ აქტივებს ხვდებით, სამოქალაქო საზოგადოებას ხვდებით, კონკრეტულ დაინტერესებულ ჯგუფებს ხვდებით და ვამბობთ კიდევ ერთხელ, როდესაც ჩავთვლით საჭიროდ, როდესაც ამის დრო მოვა, როდესაც მიზანშეწონილობა იქნება ჩვენს მიერ განსაზღვრული. რამე არგუმენტი, ანუ რაღაცა სცენარი თუ არსებობს, რომ
შეიძლება ისეთი სცენარი არსებობს, ანუ არგუმენტი არსებობს, რომ მეც მაგალითად როგორც მოქალაქეს, ეხლა მე დავწერე, ხო, მე როგორც მოქალაქეს დღეს არ მინდოდეს ამ არჩევნებში წასვლა, ვფიქრობდა, რომ ნუ აზრი არ აქვს ამ არჩევნებში წასვლას, მაგრამ შეიძლება გადავიფიქრო. როდესაც დრო მოვა მოგცეთ ხმა ვიღაცა. მე რა ჩემმა მოქალაქეებმა ჩვენს კოალიციას ხარი დაუჭირა 200,000-მა ამორჩეველმა. ამიტომ ჩვენ 200,000 ამორჩევლის წინაშე ვართ ანგარიშვალდებულები და ჩვენ ეს ჰაერში გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ. ეს გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა იყოს პოლიტიკური მორალი მასში გათვალისწინებული, რაციონალიზმი უნდა იყოს გათვალისწინებული, სიტუაციის ღრმა ანალიზი უნდა იყოს, შენი პოლიტიკური ჯგუფები, შენი სტრუქტურებთან უნდა იყოს ეს ყველაფერი გავლილი და ეხლა რას გააკეთებს კონკრეტული კოალიცია, თუნდაც ბარიერ გადალახული 4 კოალიციის ფარგლებში. ეს არის მათი გადასაწყვეტი. ყველა კოალიციამ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. ყველაზე დიდი რაც უნდა მომხდარიყო 7 თვის განმავლობაში ერთიანი პლატფორმის შექმნა და აი ეს დაგსაქსულობა არ მომხდარიყო, ამის გამაერთიანებელი იდეით გამოვდიოდით და ეს გამაერთიანებელი იდეაც კი ვერ შედგა კონკრეტული კოალიციების დახმარებით და ხა დღეს რაღაც გაერთიანების იდეაზე საუბარი ცოტა უკრაინაა. თქვენთან და თქვენ ორს ვეცეთ ანუ 5 თვით ადრე ვამბობთ, აი რამდენი თვით ადრე გექნებათ პასუხი. როდესაც გამოაცხადებენ საბოლოო ვადას და ეს იქნება ალბათ 2 თვით ადრე, მაშინ გაგცემთ პასუხს, მივიღებთ თუ არ მივიღებთ. იქამდე რატო უნდა გაგცეთ და რაღაც ამაზე მინდა თქვენ პასუხი რატო შევქმნით მე ზოგადად ადამიანი კის და არას შანტაჟის რეჟიმში რომ იწყავს შეკითხვას, პირდაპირ პასუხობ, რომ მე ასე არ პასუხობ. მით უმეტეს თუ ხარ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი. ანუ ქალბატონი რას ამბობს და იგივე გახარიაც, ხო, რომ რატო უნდა შევიზღუდო მე მანევრის საშუალება. ხო, ანუ თვითონ რატო უნდა გამოვიდე და რაღაცა მანევრირება მოვიჭრა ჩემი განცხადებით, როცა შემიძლია რომ დავიტოვეს მანევრების საშუალება, სანამ აქ ამის დრო. არა, უბრალოდ შენ დღეს სასწრაფო რატო ვისაუბრობ? ხო, ეგ ერთი თემა არის და მეორე ეს არის რომ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში მე რატო უნდა წინასწარ რაღაცა ჩავჭრა ერთი მხარე. არა, ხელისუფლებას პოლიტიკური ისტორია არის, რომ შენ თვითონ იზღუდავ რაღაც მანევრის საშუალებას. დღესდღეობით, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ივანიშვილის რეჟიმს, ეს არის ლეგიტიმაციის არქონა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა მათთვის, მათი მხრიდან ალბათ დანახულია როგორც გეგმა თუ როგორ მიიღონ ლეგიტიმაცია, ხომ? არჩევნებში დაფიქსირება, რომ ამ ვითარებაში, ამ მოცემულობაში, როდესაც გვყავს პოლიტიკური პატიმრები, როდესაც არჩევნების არ გაგვაჩნია საერთოდ, ხომ? რომ ამ საარჩევნო კომისიის პირობებში არჩევნებში არ მოხდება შესვლა, ეს არის მკაფიო პოზიცია. რა უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს, ამაზე საუბარი შეეძლო ქალბატონ ლანას, თუმცა ამან ბევრი ისაუბრა სხვა კოალიციების რაღაც დილეტანტიზმზე, ასე შემდგომ და ასე შემდგომ, რაზეც მე უბრალოდ თავს არ მივცემ უფლებას, რომ ამ ყველაფერზე პასუხი გავცე, არა ვართ ამ რეჟიმში და საერთოდ მე პირადადაც და კოალიციურადაც ჩვენი კოალიცია მომხრევართ, რომ რა შეიძლება შეიცვალოთ 4 ჩამონათვალი თქვენ პირველად დაარღვიეთ ჩემთან ჩემს სიტყვაში რო ჩაიჭერით და ჩამონათვალი რაც მე ვთქვი 4 მაგალითად წინაპირობა ეს ვერ გაიგეთ ამ მოცემულობაში როდესაც ეს ყველაფერი ცვლილება არ არის განხორციელებული თქვენ მიგაჩნიათ რომ არჩევნებში შესვლა არ შესვლაზე შეიძლება იყოს რაიმე პოზიცია გარდა იმისა რომ არ თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს გასაგებია თქვენი პოზიცია საუბარი ამ საკითხზე მიზანშეწონილი და მე რა თქმა უნდა არასოდეს არ მივცევ თავს უფლებას სხვა კოალიციას მოვახვიოთ ჩემი პარტიული დღის წესრიგი. მესმის რომ ეს შეიძლება იყოს თქვენი კოალიციის სტრატეგიის სამოქმედოს ნაწილი, მაგრამ ისაუბრეთ საკუთარ დღის წესრიგზე და ნუ ისაუბრებთ სხვა პარტიებმა რა გააკეთონ. ეხლა ლელო ძლიერი საქართველოს ხო მუდამ საკუთარ დღის წესრიგზე საუბრობთ. როდესმე გინახავთ რომ გამოვსულ ვიყავით და ჩვენ გვესაუბრათ თქვენ პოლიტიკურ სტრატეგიებზე, არასოდეს ამას არ ვეთქვი. ჩვენი სამოქმედო გეგმები გვაქვს და ჩვენ საუბრობთ ჩვენს დღის წესრიგზე, არამედ ვახორციელებთ და ვდგავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, იმ ნაბიჯებს, რომელმაც მიგვიყვანა იმ შედეგებამდე, ვისი თანამონაწილეც ჩვენ ვართ. დღეს გვაქვს წარმატებებს და ჩვენი მიზანი არის ის, რომ ორხმაში ვისაუბროთ და არ მოგცეთ იმის საშუალება, რომ დავასრულოთ კონკრეტული პოზიციები, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მოგწონთ თუ არ მოგწონთ, ძალიან არასწორია, თუმცა ორხმაში საუბარი ძალიან შესაძლებელია და გაგრძელება. ახლა მტრად რატო არ ვიყავ? არა, მტრად არანაირად არ ვიყავ.
ვისი მხარე ვარ რაღაც თემასთან დაკავშირებით თქვენ განსხვავებული აზრები მაქვს ის რომ დღეს არ თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და კავშირობა თუ ყველა ვართ მოქალაქეები და მაშინ ჟურნალისტების მოქალაქეები არიან და რაღაც თემაზე აქვს თავიანთი აზრი ადამიანებს. ხო, ისეთ საკითხზე საუბრობთ, მტკიცებით, რომელზედაც მე ამ პოლიტიკური საბჭოს კაფეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მტკიცებით ვამბობთ იმას, რომ კაფეობა ამ პროცესში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამომრჩეველთან სწორი კომუნიკაცია, მისთვის, რასაც ვამბობთ, იმის შესრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ თანამშრომლობის გაგრძელება არის ძალიან მნიშვნელოვანი და დიახ, ეს ჩვენი დღის წესრიგია, ჩვენ მოქმედებთ ჩვენი დღის წესრიგის შესაბამისად. თუ ეს ვინმეს არ მოსწონს, ახლა ამაზე ჩვენ პასუხს ვერ ვაგებთ. გასაგებია, პატარო არ დავჭაგროთ ამ თემაზე, მითხარ შენი აზრი და მე მინდა სხვა თემაზე ვკითხო. ჩემი პოზიცია მე ვთქვი რომ იმისთვის რომ არჩევნებში მიიღო, მზად უნდა იყო ყოველთვის და მიიღო მონაწილეობა არჩევნები უნდა იყოს. ეს არ არის არჩევნები. რასაც ვისთვისაც ოპოზიცია ამბობს რომ ივანიშვილმა არჩევნები გააუქმაოდა. ხო, მაგას ვამბობ რომ ივანიშვილმა არჩევნები გააუქმა, ამ გააუქმებულ არჩევნებში როგორ შეიძლება მიიღო მონაწილეობა? ხო, ეს კითხვა გართულებულია საწინა საპარლამენტოსთან შედარებით კიდევ უფრო გართულებულია პირობები, კიდევ გამიმეორებ, ხო? კანონი მიიღეს სპეციალური პარტიების გაუქმების, ლიდერებს იჭერენ, უცხოელები არ ჩამოდის, ჯობერი არჩევნებამდე მე რა ხდება? თუ შეიძლება ახალი არჩევნები დანიშნეს და პოლიტიკური დევნილები გამოუშვეს და რა ვიცი მე ახალი კომისია შეიქმნა და რა პირობებიც გვაქვს სამართლიანი არჩევნებისთვის უკეთესი პირობებია რა თქმა უნდა პარტია არჩევნებში. ხო და მე გამოვარო პოზიციის შესვლა მოგიწევთ თუ არა? რატომ მომიწევთ პოზიციის მე იმისთვის რომ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა მოჩატარდეს არჩევნები და ეხლა ამ გადასახედიდან ვერ ვხედავ რომ უკეთესობისკენ მიდის რამე. ეს არის მოცემულობა მეტი არაფერი. კი ბატონო, გასაგებია და გიროვის თემაზე მინდა უცებ გადავიდე. არის პარტია, რომლის სამივე ლიდერი ამბობს არ გადავიხდით გირაოს, სწავალთ ციხეში, არის პარტია, რომელსაც გადაიხადეს გირაო, თუმცა მაინც შეიძლება მოუწიოთ ციხეში წასვლა, ახლა საბოლოო ჯამში რა ვერდიქტი იქნება არ უნდა არის და თქვენი პარტიის ლიდერი ჯერჯერობით მგონი არ ჩამოყალიბება, იხდის თუ არა გირაოს. ესე იგი, გიროვასთან დაკავშირებით რო ვთქვათ, რომ ცალსახა პოზიცია გვაქვს, ნამდვილად არ არის. პარტიის შიგნითაც არ არის ცალსახა პოზიცია, ორივე მხარეს არის არგუმენტები. ჩვენ გვესმის არ გადახდის არგუმენტები, ძალიან ასე ვთქვათ, პრინციპული საკითხია. ადამიანები მიდიან პატიმრობაზე თავისი რაღაც სიტყვის გამო, ეს დასაფასებელია. მაგრამ ასევე მე ვფიქრობ, რომ ჩვენგან ხალხი მოითხოვს არა კიდე მეტ ტყვეს და მეტ მასა ვთქვია, რაღაცა თავგანწირვის აქტს, არამედ მოითხოვს აქტიურ მოქმედებას და მე ვფიქრობ, რომ ეს სივრცე რაც იქნება თქვათ დაპატიმრებამდე დარჩენილი გამოვიყენოთ კოორდინაციისთვის, უფრო მეტი წინააღმდეგობის შექმნისთვის, ვიდრე თქვათ ასე თქვათ რეჟიმის პატიმრობაში ყოფნისთვის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ლიდერები გვჭირდება თავისუფლებაში, წინახაზზე და არა ტყვეობაში. მე ჩემი სურვილი რომ იყოს და შეიძლება შემეძლოს ახალი ლიდერებს არ დავამატებდით ტყვეობაში, ვინც არიან იმათაც გამოვიხსნედით ტყვეობიდან, ამიტომ ხალხის დაკვეთა აბსოლუტურად სხვა რამეა. ხალხის დაკვეთა არის არა რაღაცა თქვათ თავდადება მხოლოდ ამით შედეგებით და ანუ უფრო გადახდისკენ იხრებით. შინაგანად ჩემი მე ვერ ვიტყვი რომ ამას არ ექნება თქვათ არ გადახდას რომ შეიძლება ვიღაცამ თქვათ შეწუხდეს რომ აი საერთოდ ყველა ლიდერი დაკავებულია და ყურადღებას არ მიიპყროს ეს ჟესტი მაგრამ ეს უკვე სხვაზე დამოკიდებული პოლიტიკური ქმედებაა და მე ყოველთვის აქტიური ქმედების მომხრე ვარ და ჩვენზე ვიყოთ და ჩვენ ფეხებზე ვიდგეთ უკეთესია ვიდრე თქვათ სვის რეაქციას დაველოთ. ხო, კალტო მარიკა, ანუ საკითხი ასე დგება, რომ ეხლა ციხეში ჯობია ხომ პოლიტიკური ლიდერები თუ ხო გარეთ ეხლა პროცესისთვის რა ჯობია და ძალით რატომ მიდიხართ ციხეში? ციხეში არც პოლიტიკური ლიდერების ყოფნა ჯობია და არც მოქალაქეების, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ რუსთაველის გამზირზე და დღეს აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებებით სხედან ციხეში ყველანი წინასწარი პატიმრობის ფარგლებში, ხომ, როგორც აღკვეთი ღონისძიების სახით აქვთ მათ შეფარდებული. ამ შემთხვევაში ეს არის ბრძოლა და გადაცულია რეჟიმი ახალ რეპრესიებზე, რომელიც არის პოლიტიკური ლიდერების, პოლიტიკური კოალიციების ლიდერების უკვე დაკავებებზე არის პირდაპირ გადასული. ხომ, ეს არის ბრძოლის ნაწილი, ისინი ამ ბრძოლით ჩვენ ვერ შეგვაშინებენ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, წულუკიანის არალეგიტიმური პარლამენტის რაღაცა კომისიაზე არ გამოცხადება, ანუ რომელიც თავის მხრივ სხვათაშორის თუ კი საკანონმდებლო ნაწილშიც ჩავალთ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას წარმოადგენს, რომ დავუშვათ, რომ კომისია მართლა არსებობს და რომ დავუშვათ, რომ კომისიაზე პროკურორმა გიპასუხა თუ რამდენიმე წუთის წინ და მან თქვა იმ მომენტიდან, როცა სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილება შევიდა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით
დაუსრულება სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება. ამაზე ვცლად საუბრობდა ეს პროკურორი ადგილზე პროცესზე, სადაც ვიყავი, თუმცა როდესაც ადგილზე ჩვენ გვაქვს დღეს სამართლებრივი სივრცეში ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში აღნიშნული ნორმა შეტანილი იქნა როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა, თუმცა შემდგომში როდესაც ჩაითვალა, რომ ხსენებული ქმედებისთვის დაწესებული უნდა ყოფილიყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, იმ მომენტიდან როდესაც ცვლილება შევიდა კოდექსში ეს ქმედება ისჯება სისხლის სამართლებრივი წესით. კი ბატონო, ეხლა მაშინ იურიდიულ ნიუანსებზეც გავამახვილოთ ყურადღება იმისთვის, რომ ხო არა თუ ერთი პოზიცია წავიკითხეთ, მეორეც აუცილებლად უნდა გაჟღერდეს, ხომ? დღესდღეობით ორი მოქმედი ნორმა გვაქვს, ორი ერთი და იგივე დონის კანონში, ეს გახლავთ სისხლის სამართლის კოდექსი და ეს გახლავთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიც პირდაპირ ამბობს, რომ საგამოძიებოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადება, არის სამართალდარღვევა და ითვალისწინებს ფულად სანქციას. ასევე არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსით. სისხლის სამართლის კოდექსში ეს მუხლი არსებობდა მანამდეც, თუმცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთჯერად მინიმუმ ერთჯერ გამოუცხადებლობის შემდგომ შეიძლებოდა რომ დამდგარიყო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. დღეს გვაქვს ორი მოქმედი ნორმა და არა გვაქვს მითითება თუ რომელი შეიძლება ამოქმედეს კონკრეტულ შემთხვევაში. ასევე ჩვენ შევხედავთ ასე ვთქვათ სისხლის სამართალში მოქმედ პრინციპს, როდესაც არსებობს უფრო მსუბუქი ფორმა, უნდა იქნას გამოყენებული უფრო მსუბუქი ფორმა. ანუ მოცემულ შემთხვევაში ნორმათა კონკურენციის პირობებში, როდესაც სახეზე გვაქვს ერთი და იგივე ქმედება, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასაც წარმოადგენს და სისხლსაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევით უნდა მოხდეს პასუხისმგებლობა, თუ კი ასეც ექნება ადგილი. თუმცა ჩვენ არა ცვლილება 99 წლის ცვლილებებზე საუბრობს ეს კონკრეტულად პროკურატურა ამ შემთხვევაში, რომელიც ბოლო ცვლილება განხორციელდა 99 წელს, თუმცა მას შემდგომაც განხორციელდა 2010-ში ცვლილება, რომელმაც არ მოიღო ეს ნორმა და პირიქით შემფარდებელი დააზუსტა, ხო? რატო მიდიხართ აი ამ ნაბიჯზე, როცა თქვათ რეპრესიებზე არ მივდივართ ჩვენ, პოლიტიკური ლიდერი. რეპრესიებზე მოდის რუსული რეჟიმი, ივანიშვილის რუსული რეჟიმი. ჩვენი მკაფიო პოზიცია ამ რეჟიმთან არ თანამშრომლობა, მისი არარსებულ კომისიასთან არ წასვლის შედეგებს ხედავთ ჩვენ, რომელიც გადათარგმნეს რეპრესიებში. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ლიდერები ჯობია გარეთ და ჯობია ხალხთან ერთად ბრძოლის ველზე, თუმცა ესეც პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია და ამ ბრძოლით, ამ ასე ვთქვათ რეპრესიების ახალი ტალღით ვერ შეგვაშინებენ. გასაგებია თქვენმა ლიდერებმა რატო გადაიხადეს? ამის არგუმენტი რა იყო? ზოგადად ჩვენით გაიხსნა ეს საგამოძიებო საპარლამენტო კომისია და პირველად დაიბარეს და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ნაციონალური მოძრაობის გასამართლებელ კომისიაზე მამკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარეს. იქ საერთოდ საუბარი იმ პერიოდში გირაოს გადახდას და არ გადახდასთან დაკავშირებით არ ყოფილა. საუბარი იყო მისვლასთან და არ მისვლასთან დაკავშირებით და ვიყავით პირველები, რომლებმაც ვთქვით, რომ არ მივალთ. იმიტომ რომ არის ქმედულნარო, იმიტომ რომ წინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას პარლამენტის. და ამაზე არის პასუხი, რომ თუ იმას არ აღიარებთ, თუ ეხა ამის გამო გირაოს რატო აღიარებთ, ხო? გავაგრძელებ. ახლა რაც შეეხება უშუალოდ იმ საკითხს, რომ რომელიმე პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, თავად პოლიტიკოსმა უნდა გადაწყვეტოს, მისი გადასაწყვეტია ის გადაიხდეს გირაოს თუ არ გადაიხდეს, მაგრამ გირაოს არ გადახდაც კი აპრიორი მუხლი არ ითვალისწინებს, რომ აუცილებლად პატიმრობა იქნება შეფარდებული. ანუ ამას თვითონ როგორ განმარტავენ და როგორ გააკეთებენ, ამას დავაკვირდებით სხვადასხვა სასამართლო პროცესზე. რაც შეეხება უშუალოდ გირაოს ნაწილს, მე მაგალითად ჯარიმას როდესაც შემიფარდა უკვე გზის გადაკვეთის და იმის რა ქვია საკითხზე სასამართლომ და მაშინ როდესაც რეალური მტკიცებულებები დავდე პირდაპირ, რომ ამ დროს ვიმყოფებოდი სხვა ადგილას და იქ დროც ჩანს და ყველანაირი მოცემულობა ლაივი მაქვს. მაგრამ 5000 ლარიანი ჯარიმა გადასახდელი მაქვს. ამ შემთხვევაში ის ჯარიმაც უსამართლოა, მაგრამ უნდა გადავიხადო. ეს ხო არ არის ნებაყოფლობითი გადახდა. ან იხდი, ან არ იხდი, არ გადაიხდი და შეზეც წამოვა პასუხისმგებლობები. ანუ ესე აპრიორი თქმა, ან ვინმეს რაღაცა დამუნათება იმაში, რომ შენ რატო გადაიხადე, მე არ მიხდი, როდესაც ეს გირაო არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და ეს არის აღკვეთის ღონისძიების ფორმა და ამავდროულად ამ გირაოს არ გადახდაც აპრიორი არ იწევს იმას, რომ პროკურატურა მაინც და მაინც მოითხოვს შენს პატიმრობას, ეს არის კიდე რაღაცა პოლიტიკური ინსინუაციებისთვის დამატებითი რაღაც მარცვლების მიცემა და ამიტომაც ვამბობთ, რომ ყველამ გადაწყვეტოს, თავად გადაიხდის თუ არ გადაიხდის ერთი. ყველამ გადაწყვეტოს, როგორ ისაუბროს და რა გადაწყვეტილება მიიღოს. ჩვენ თავარს ვამბობთ 7 თვის განმავლობაში უნარი უნდა გქონოდა და გამოგვენახა საერთო იდეა, რომ აი ეს საკითხები ერთიან პოლიტიკურ მაგიდასთან განხილულიყო და
ტელევიზიით, ბრიფინგებით და კომენტარებით არ გქონოდა ერთმანეთთან კომუნიკაცია. ამის მომხრე ვიყავით ყოველთვის და ეხლა ეს ვთქვათ, რომ კომუნიკაცია ამ მხრივ ჩავარდნილია იმ თვალსაზრისით, რომ არ შეიქმნა ეს ძალიან დიდი მცდელობების ერთიანობის პლატფორმა არ შეიქმნა და ამ საკითხებზე ეხლა დღეს თქვენ რო გაინტერესებთ, აქ კი არ ვისაუბრებდით. ვისაუბრებდით აი იმ ერთიან ოპოზიციურ მაგიდასთან, მაგრამ ჩვენ სალანზურაბაშვილთან ხო იყო ეს რაღაც გაერთიანება. ყველა რესურსი წინააღმდეგობის პლატფორმა. ყველა რესურსი ჩავდეთ, მაგრამ რა ვქნათ, ყველაფერი გავაკეთეთ, ორი მთავარი შეხვედრა მოვაწყვეთ, ბევრი სხვა მცდელობებიც თქვენ არ გამოვიდა. ამიტომაც დღეს ვამბობთ, რომ რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობასაც, ამას განსაზღვრავთ ჩვენი მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, იმ დროს, რა დროსაც ჩვენ ვისურვებთ ამის შესახებ განცხადების გაკეთებას და ეს იქნება იმ მოცემულობის გათვალისწინებით, ეს იქნება გავლილი აბსოლუტურად პარტიის ყველა ლიდერთან, აქ იქნება გათვალისწინებული ჩვენი 200,000 ამომრჩევლის ხმა, აქ იქნება გათვალისწინებული პოლიტიკური მდგენელი და გამოვაცხადებთ მაშინ, როდესაც ამას ჩავთვლით საჭიროდ. დღეს არარელევანტურია ჩვენი მხრიდან ამაზე საუბარი და სხვა თუ უნდა ისაუბროს, ჩვენ არ ვამბობთ არაფერს. საერთოდ ჯამში როგორ ვასრულებთ? ხო, ვასრულებთ. მე გამოგძელებ ლანა რასაც საუბრობ და მართლა მნიშვნელოვანია დაკვეთა რაც არის ეხლაც როცა ვართ რუსთაველიძეც და ნებისმიერ ადამიანთან კომუნიკაციაში დაკვეთა არის კოორდინაცია აუცილებელია პარტიების კოორდინაცია სამუზრაბაშვილთან ხო არის ფორმატი და მაინც ეს ფორმატი არის პარტიები რომლებიც იმ ფორმატში არ არიან არსებობს ბურჯულაძის ფორმატი სადაც უფრო მეტი ჯგუფი შეიძლება იყოს მაგრამ მაინც არსებობენ პარტიები რომლებიც არც ამ ფორმატში არ არიან მე ვფიქრობ ისევე აი თავარი ახლა პრობლემა რასაც ამ მაგიდასთანაც ჩანს არის რომ მეტი კოორდინაცია ჭირდება პარტიებს ერთმანეთთან, იმიტომ რომ ეს საკითხები რაც თუნდაც განსხვავებული აზრები იყო, ეს შეიძლებოდა კოორდინაციის ფორმატში მოგვარებული იყო. ხალხის დაკვეთა არის კოორდინაცია და რაც უფრო კოორდინაციაში ვიქნებით, უფრო მეტად შეგვეძლება გავლენა მოვახდინოთ პროცესზე. დაგსაქსულობა არის ჩვენი მტრის ანუ რეჟიმის ინტერესი. ერთიანობა არის მნიშვნელოვანი კოალიციაცილებისთვის ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ეს ერთიანობა იქნეს შენარჩუნებული და მიღწეული პირველ რიგში არის საკითხები რომელთა გარშემო დღემდე გვაქვს ერთიანობა კონკრეტულ კოალიციებს ანუ ერთიანობა ამ ბარიერ გადალახულ ასე ვთქვათ გამარჯვებულ პროდასავლურ პარტიებს და ეს ერთიანობაზე მუშაობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს დავეთანხმები ორივე ჩემს კოლეგამს ამ ნაწილში ასევე მინდა ბოლოს ვისარგებლო შემთხვევით და 26 მაისთან დაკავშირებით აღნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღეს პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების ერთიანობის კიდევ ერთხელ დემონსტრირება და ერთად, ასე ვთქვათ, ჩვენი პოზიციის კიდევ ერთხელ დაფიქსირება. გასაგებია. მადლობა, დიდი იმედი მაქვს შეთანხმდებით რაღაც საკითხებზე. ლანა გალდავა, ლელო ძლიერი საქართველოსთვის წევრი, მარიკა არევაძე, კოალიციას ცვლილებების წევრი, პაატა მანჯგალია, სტრატეგია აღმაშენებლის წევრი იყო ჩვენი სტუმარი. დაგვეულოთ რეკლამის შემდეგ ჩვენ ვისაუბრეთ რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ტრამპის და პუტინის